ერის ადამიანს არ შეუძლია ღმერთის შეურაცხყოფა. რაც არ უნდა თქვას მან, ეს მისი პირადი აზრია და მას არ შეუძლია ეკლესიის დანგრევა, ეკლესიის განადგურება. ეკლესიის დანგრევა შეუძლია მხოლოდ ეკლესიის მსახურებს. როდესაც აი ქრისტეს სახელი შეურაცხყოფისთვის აგრესიას გამოხატავენ, ყოველთვის შეცდომაშია ის, ვინც აგრესიას გამოხატავს. სინანული არის კარი, რომელსაც გამოვყავხარ სიბნელიდან და შეყავხარ სინათლეში. აი მთელი ძველი და ახალი აღთქმა ეს არის ქრისტეზე და ქრისტესი. ქრისტეს შემდეგიც ქრისტეს ემსახურება და ქრისტემდელიც ქრისტეს ემსახურება. ამიტომ აქ თუ ქრისტე არ აღმომაჩინეთ, აზრი არაა გამიზაკითხოს. ამბობ რომ ვინც ღმერთზე და ღვთისმშობელს შეაგინებს, ჩვენ პეტრესავით უნდა ვამხილოთ და აი პეტრემ რა გააკეთა მახვილი ამოიღო, ხო? ანუ შენ გინდა რომ ვიღაცებმა ხმარ ამოიღონ და ამას სახარებით ამართლებ. აქაურ კეთილდღეობას იქაური უბედურება შეიძლება მოქონდეს და აქაურ უბედურებას იქ კეთილდღეობა მოგცეს. ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით დროება YouTube არხზე, გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი უძღვება გადაცემათა ციკლს, რომელშიც ვსაუბრობთ ქრისტიანობის არსზე. გადაცემის დასაწყისშივე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის და გთხოვოთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს კონკრეტული გადაცემა, მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება შეკითხვებიც, შესაძლოა ცალკეული დეტალების საჭიროებდეს დაზუსტებას, ჩვენ მათ გავეცნობით და ვეცდებით გადაცემის მიმდინარეობის დროს უკავშირი დამყარდეს ჩვენს შორის ამ ნაწილშიც. ჩვენს წინა გადაცემაში მამა დოროთესთან ერთად ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე, იოანეს სახარების, სადაც ძველი აღთქმის ეკლესიის მღვდელმთავრებთან საუბარი არის აღწერილი მაცხოვრის და ის ხსნის და საუბრობს იმის თაობაზე, თუ რა მისით არის ის მოვლენილი და რომ მამა აკეთებს და მეც ვაკეთებ. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ მას მიენიჭა ის მნიშვნელოვანი მისია, რომ აღადგინოს ადამიანის დაცემული ბუნება, ასე ვთქვათ, და დაეხმაროს მას მის სრულყოფილებასთან მიახლოვებაში, განმხრდობაში. ეპიზოდი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ასევე აი ამ საუბრის გაგრძელებაა და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გაგებით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი და კარგად გასააზრებელი სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ხსნის იმას, თუ რა არის მისი ხელმწიფების ნაწილი, ასე ვთქვათ. მე მგონი ამ ქვესათაურადაც პირობითად ასე ქვია კიდეც ამ ეპიზოდს. და მამა არავის განჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა, რადგან კაცის ძია იგი. აი რატომ გადასცა მამამ სამსჯავრო სწორედ ქრისტეს? რატომ გადაუნაწილა კი არა მიანიჭა ეს უფლებამოსილება მას. ამაში არის მე მგონი ქრისტიანობის არსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულა ჩადებული, რამდენადაც ზედაპირულადაც კი მისახვედრად რთული არ უნდა იყოს, თუ რამდენად სიღრმისეული არის ეს გადაწყვეტილება, რამდენადაც ჩვენი, ანუ მხოლოდ კაცობრიობის ბუნების მქონე ადამიანების საქციელის ავკარგიანობის განჯის უფლება და შესაძლებლობა ექნება მაცხოვარს, როგორც ღმერთს და ამავე დროს როგორც ყოფიერი მიწიერი ცხოვრების გამოცდილების მქონე ადამიანს. ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს, ამაზე აპირებს მამა დოროთე დეტალური ახსნა-განმარტებების მოცემას თქვენთვის, თუმცა სანამ დავიწყებთ საუბარს, ალბათ გარკვეულწილად კავშირში არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩემი აზრით მართალია ხელოვნურად, მაგრამ მაინც ატეხილი დისკუსია იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება შეხება დაუშვათ ზოგიერთი სახელის იქნება ეს ავტორიტეტის, საერო ავტორიტეტთან მიმართებაში, თუ განსაკუთრებით საეკლესიო სუბიექტებთან მიმართებაში, ასე უხეშად რომ ვთქვათ და რომელზეც შემდეგ
ძალადობრივი აქტების მთელი ტექნოლოგია არის დაშენებული სამწუხარო თანამედროვე საქართველოში, რომელიც უკვე ფიზიკურ ძალადობაშიც ვლინდება და ამის მაგალითები ქონდა ჩვენ სწორედ გასულ კვირას. მე მგონი საჭიროა რომ ამის თაობაზეც ეკლესიის პოზიცია, თქვენი პოზიცია, მამა დოროთე შევთავაზოთ საზოგადოებას, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ელის კიდე წამხრევ თქვენს განმარტებებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვისალმები მაყურებელს, მადლობა მათ გამოხმაურებებისთვის, მადლობა რომ დაინტერესებული არიან, გვისმენენ, აინტერესებთ და ამავდროულად უხარიათ ბევრი გახარებულია და მეუბნება რომ ძალიან მოსწონთ და მართალი გითხრათ მეც ფიქრობ რომ საკმაოდ დიდი საქმე გავაკეთეთ და ვაკეთებთ ამ YouTube ციკლით. ამ გადაცემათა ციკლით ქართულ სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული სინამდვილე არც ისე მდიდარია საფრთხისმეტყველო გადაცემებით და ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ეს გადაცემები ხელს უწყობს ქრისტეში სრულყოფას. თქვენი კითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ და რაც დღეს არის საკმაოდ აქტუალური და დამახინჯებული თითქოს რელიგიური გრძნობების შელახვისთვის ადამიანებს ურტყამენ, ცემენ, პატიესტებთან ხვდებიან. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. ძალიან საშიში ტენდენცია, ეს არ არის ქრისტიანული. ეს არ არის რელიგიური, ეს არის უბრალოდ ფანატიზმი, პირდაპირი გაგებით. აი დღეს ჩვენ რაც სახარება რომელი ნაწილიც უნდა განვიხილოთ, ზუსტად ეს არის, რომ ძველ ეკლესიას, იმ ეკლესიას, რომელიც ემზადებოდა მხსნელის მისაღებად, ესაუბრება ქრისტე. და ისინი თვლიან, რომ ქრისტე არის მაცდური. ღვთელმთავრები თვლიან, რომ ქრისტე არის მაცდური, რომ მან თავი გაუტოლა მამას. და შემდეგში ჩვენ წავიკითხავ მე ამ სახარებას, მაგრამ ეხლა შინაარსობრივად მოყვები, რომ ქრისტე ეუბნება, რომ ძეს არაფერი არ შეუძლია, თუ არ დაინახა. რასაც მამა აკეთებს, იმას აკეთებს ძე. და ზუსტად ეს სიახლედ ჩათვალეს. სინამდვილეში სიახლე იყო, მაგრამ ისეთ სიახლე ჩათვალეს, რომელიც არის აცდური. როგორ შეიძლება კაცი, აგერ ჩემ წინაშე დგეხარ კაცი და შენ ღმერთი იყო. ეს იყო მთავარი აზრი. როგორ შეიძლება შენ მამის ერთ-არსი იყო და ამის გამო აცვეს ჯვარს ქრისტე. ანუ ღმერთის შეურაცხყოფის გამო აცვეს ღმერთი ჯვარს. ქრისტე ჯვარს არ უცვამს ურწმუნოებს. აი ძალიან ხშირად დღეს დაინახავთ რომ ეკლესიის მსახურები, ეპისკოპოსები თუ მღვდლები ერის ადამიანებს რაღაცა შეურაცხყოფაში დებენ ბრალს ეკლესიის შეურაცხყოფაში და ქრისტეს და რელიგიის შეურაცხყოფაში. ერის ადამიანს არ შეუძლია ღმერთის შეურაცხყოფა. რაც არ უნდა თქვას მან, ეს მისი პირადი აზრია და მას არ შეუძლია ეკლესიის დანგრევა, ეკლესიის განადგურება. ეკლესიის დანგრევა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის მსახურებს. მხოლოდ ეკლესიის მსახურებს შეუძლიათ. ამიტომ ქრისტე ჯვარსაცვა არ აპილატებ. ქრისტე ჯვარსაცვა არა რომაელმა ჯარისკაცებმა, ქრისტე ჯვარსაცვა მღვდელმთავრებმა. იმათმა აღასრულეს, ამათმა გადასცეს მოსაკლავად. იმათმა აღასრულეს, პილატე შეეწინააღმდეგა, მაგრამ ვერ შეძლო. რადგან ამათმა ხალხი ააჯანყეს და ჯვარსაცვიეგე. ანუ ეკლესიამ აცვა ჯვარს და დღესაც იგივე მეორდება. არაპირდაპირი გაგებით იმით რომ განკაცებულ ღმერთს ვერ ვაცმებ ჯვარს, მაგრამ ჭეშმარიტებას აცმევენ ჯვარს.
სიმართლეს აცნებენ ჯვარს. და ზუსტად ჭეშმარიტების ჯვარცმა არის აი ესეთი დევნა ხალხის. თუნდაც ის რომ ეკლესიის უმაღლესმა ერარქმა მოიწონა პეტრეს მიერ მახვილი ამოღება, რაც ქრისტემ დაიწონა. ჩააგე მახვილი უთხრა, როცა პეტრემ მონას ყური ჩამოათალა ქრისტეს შესაყრობად მოსულს. და ქრისტე ეუბნება მეო შენ რა გუნიო არ შემიძლიაო 12 გუნდ ანგელოს მოუწოდო. დაცვა, ანუ ესეც პეტრეს გასაგებად ამბობს, რომ ქრისტეს რა თუნდა 12 გუნდი ანგელოს. ადამიანური ბუნებისთვის რო გასაგები. პეტრესთვის გასაგები რო იყოს, შენი დაცვა არ მჭირდებაო, ეუბნება. არ მჭირდება მე შენი დაცვაო. და პირიქით პეტრეს უნდა დაეცვა თავისი თავი აგრესიისგან. იმ ადამიანის მიმართ აგრესიისგან, რადგან ეს ქრისტემ დაუშვა ესე. და ყოველთვის როდესაც აი ქრისტეს სახელი შეურაცხყოფისთვის აგრესიას გამოხატავენ, ყოველთვის შეცდომაშია ის, ვინც აგრესიას გამოხატავს. ხოლო ეს სწავლებები, რომელიც ეკლესიაშია, რომელზეც აი ყვირი ვარ, მაღალი ერარქები უდიდეს შეცდომას უშვებენ და არასწორს ასწავლიან. აი ეს ანგრევს ეკლესიას. და ისინი ხელმწიფებაში არიან, ძალაუფლებაში არიან და მე რომელიც ვეუბნები რომ ეს წვალებლობა ჯვარი ამხსნეს, იმიტომ რომ ძალაუფლება მაგათთან არის. და არ აინტერესებთ ქრისტეს სწავლების დარღვევა. ეს უფრო უნდა აინტერესებდეთ, რადგან ეს ხუპავს ეკლესიას. და მღვდელმთავრებს, ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს ქრისტემ უთხრა ესეთი სიტყვები. აჰა, დაგრჩებათ თქვენი ტაძარი ოხრად. ესე არის ძველში. და ეს ოხრად ნიშნავს სხვანაირად ცარიელი. დაგრჩებათ დარჩებით ღმერთისგან ცარიელი. ღმერთი შორდება ესეთ აგრესორებს. ღმერთი შორდება ღვთის ჭეშმარიტების მკვლელებს და რჩებიან ცარიელები. და მე ამას ხედავ, როგორი ცარიელები არიან ის მღვდელმთავრები, ის მაღალი ერარქები, რომლებიც ხალხს აგრესიისკენ მოუწოდებენ და თვითონ არიან ქრისტიანული სწავლების დამრღვევები. და მე ძალიან მეშინია, რომ ჩვენი ეკლესია არ დაცარიელდეს საერთოდ ღმერთისგან. არ დაცარიელდეს ღვთის სიტყვის დამცველებისგან, რადგან მთელი სამღვდელოება დადუმებულია. როგორ შეიძლება მწვალებლობის მიმართ მღვდელი დუმდეს? მას შორდება ღმერთი და ის დარჩება ცარიელი. და ეს არის ძალიან სამწუხარო. მაგრამ დღეს ეს მოცემულობა გვაქვს. მადლობა მამაო განმარტებისთვისაც და თქვენი შეფასებისთვის. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ სახარების ეპიზოდებს და იმ ნაწილს, რაც უკვე დავაანონსეთ კიდეც და უკავშირდება ძველი აღთქმის მღვდელმთავრებთან მაცხოვრის გასაუბრებას. ძალიან საინტერესო ნაწილს ვართ ახლა გაჩერებულები. ამიტომ მღვდელმთავრებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია, არამედ ღმერთს მამა უწოდა და თავი ღმერთს გაუტოლა. ეს აგავჩერდით წინა გადაცემას და გრძელდება და ამას ქვეთავი აქვს კაცის ძის ხელმწიფება. ეს არის იოანეს მეხუთე თავი და ქვეთავებით არის დაყოფილი. მიუგო იესომ დაუთხრა მათ. აი ღმერთს თავი გაუტოლა, ხო არის? და ეუბნება ვინ არის? ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ძე თავისი თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას, ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ, რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს,
და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს. აი ეს სამი მუხლი არის ძის და მამის ერთარსობა და ერთნება. ანუ რასაც აკეთებს მამა, იმასვე აკეთებს ძე, ნიშნავს რომ მამის, ძის და სულიწმინდის ნებელობა ერთია. ერთი ნება აქვს. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სიყვარული, ჩემი ნება, ჩემი სურვილები, სხვადასხვანაირად ითარგმნება ეს ნათლობის დროს, რომ ამ ხმარო არის ეციდან. მამის ნება, ძის ნება და სულიწმინდის ნება ერთია და ეს ერთი ნება არის ადამიანის გაცოცხლება. ადამიანის გაცოცხლება. ეს ნება არის ადამიანის გაცოცხლება. აი ეს ნება, რომელიც განაცხადა ქრისტემ, მამის ნება. აი შემდეგ ჩვენ მივალთ იმ ადგილამდე, მაგრამ ქრისტე ეუბნება მოციქულებს, როცა ეუბნება, ქრისტეს ლოცვა ქვია. იმ თავებს მამაო, მეო, განუცხადეო ამათ შენი სახელი და ის ვინ შენ მოავლინე და ეს არისო სიცოცხლე საუკუნო. ანუ სიცოცხლე და გაცოცხლება ადამიანის არის მამის, ძის და სულიწმინდის და იესოს განცხადება და ცოდნა და მიყოლა. როცა ღმერთი განგიცხადებს თავის თავს და როცა ღებულობ მას, ეს ნიშნავს იმას, რომ გაცოცხლდი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რა არის სიცოცხლე, როგორ ცოცხლდება ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაცოცხლდი. აი, მღვდელმთავრები არ ღებულობენ. კაცი ხარო და ღმერთი თავად მიგაჩნია, თავი ღმერთად მიგაჩნიაო. არ ღებულობენ ღვთის განცხადება და დარჩნენ цаრიელი. ვერ გადარჩენ, ვერ გადაარჩენს. აი ძალიან ხშირად ამბობენ რომ ღმერთს ჩვენ უპირობოდ უყვარვართ. აი ეს მღვდელმთავრები უპირობოდ არ უყვარდა? უყვარდა რა თქმა უნდა, ყველა უყვარს. მაგრამ ეს უპირობო სიყვარული მოითხოვ ჩვენგან პირობას. მიღებას, დიახ. თუ არ ღებულობ, ის უპირობო სიყვარული არაფერს არ მოგცემს. თუ ღმერთის უპირობო სიყვარული გადაგარჩენს, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა იუდა ხარ თუ პეტრე. ესე გამოდის. ხო? მაგრამ მნიშვნელობა აქვს. რატო? იმიტომ რომ პეტრე მიიღო, ამ მღვდელმთავრებმა არ მიიღეს. ჭეშმარიტება. ამიტომ ღმერთის სიყვარული არის იესოს სიყვარული თავის ეკლესიის მიმართ, ანუ ძველი ეკლესიის მიმართ. ვლინდება იმაში, რომ ის უცხადებს თავის თავს ვინ არის. რომ მე რასაც ვაკეთებ მამის ნებით და ეს არის ჩემი ნება. მამის ნება და ჩემი ნება ერთია. აი ეს განუცხადა. ისინი არ ღებულობენ. მღვდელმთავრები. და სხვათა შორის რატო აცვეს ჯვარს უმთავრესი? აი ხომ მიყვებოდა, ბევრი მიყვებოდა თავიდან ქრისტეს. ფარისევლებიც ბევრი უფრო მეტად ფარისევლები მიყვებოდნენ. მოციქულები რო დარჩნენ, მაშინ ხო არავინ არ იყო მოციქული, ყველა იყო მოწაფე. ანუ ხშირად მეც ვეძახი ხოლმე პეტრეს შიდა სახარების ადგილებში მოციქულს, მაგრამ სახარებაში რაც პეტრეზე წერია, იქ მოციქული არსად არ არის. ის მოწაფეა. მოციქულია შემდეგ უკვე ქრისტეს ამაღლების შემდეგ რო გააგზავნა, აი უკვე მოციქულები არიან. ანუ წარგზავნილები. თორემ მანამდე ისინი მოწაფეები არიან, ბევრი მოწაფე ყავდა ქრისტეს, ბევრი მიყვებოდა. და ამათგანო ფარისევლები იყვნენ უფრო მეტი. და რასაც პეტრეს უცხადებდა, იგივეს უცხადებდა აი ეკლესიას. პეტრემ რო უთხრა შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა და მამამ გამოგიცხადაო რო უთხრა. პეტრეს ეს მოსმენილია გვისგან, ქრისტესგან. აი ხა პეტრე ამას ხო ისმენს და პეტრეს ჯერა რომ ეს არის მამის თანასწორი ძე. იმათ არ ჯერათ. ისინი არ ღებულობენ. და გამოვიდა რა რომ სასუფეველში, ანუ ხომ მოელოდნენ სასუფეველს აღუდგენდა ისრაელს. ანუ ის
წინასწარმეტყველება ხო იყო, რომ მოუვა მესია, რომელიც ისრაელს აღუდგენს სამეფოს და ამ სამეფოში მონაწილეობას ესენი ვერ ღებულობენ. ასეც არ ღებულობს ქრისტე. და ქრისტე ასეც იმიტომ არ ღებულობს, რომ ისეთ ქრისტეს არ ღებულობენ, როგორც ის არის. და მონაწილეობას ვერ ღებულობენ, ამან გააღიზიანა. ვინ არისო ახლა ეს? დოროთე. ეს რო ამბობენ ჩემს, ვინ არის ეგო? აი, ვინ არის მეთევზე პეტრე? ეს მღვდელმთავრები კაიაფა და წარმოიდგინე რამ ხედები იყვნენ. ოქროს შესამოსლი შემოსილები. ხო და მეთევზე პეტრე ვინ არისო? ეს აირჩიაო და მე დამტოვაო განზე. და მოკლეს. ეგ იყო იქ მეტი არაფერი. რო ეთქვა ქრისტეს, კი თქვენ ხართ და მოდი თქვენია. ეტყოდა, მაგრამ თუ მიმიღებ, მაშინ არის თქვენი. თუ არ მიმიღებ, ვერ ვიქნები თქვენი და თქვენ ვერ იქნებით ჩემი. თავარი არსი, ეგ იყო, რის გამოც ქრისტე ჯვარს აწვეს. რომ არ მიიღეს. რომ არ მიიღეს. და ქრისტემ არ მიიღო, ისეთი, როგორებიც იყვნენ. ხო, იმიტომ რომ უპირობო სიყვარული შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირობო მიღება აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობა, შენ უნდა მიიღო. აი პავლე მოციქულის სიტყვებს ვიტყვი. თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი. როგორც ღმერთმა თქვა, დავიმკვიდრებ და ვივლი მათ შორის. ეს ძველი აღთქმის არის. დავიმკვიდრებ და ვივლი მათ შორის. და პავლე ამბობს, თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი. ეხლა რა ხდება, რომ არ მიიღეს, რას ნიშნავს, რომ აი ეს კაიაფა იყო სამების ტაძარი, მოდი ესე ვთქვათ, დღევანდელი აი ტაძარი. პირდაპირ გაგებით რო თქვა ტაძარი რაც გვაქვს, აი ყველაზე უკეთესი ტაძარი, ხო? ფორმით. მღვდელმთავარი, პატრიარქი. მასში უნდა დამკვიდრებული იყო სიტყვა ღვთის, რომელიც განკაცდა. თუ ის ამ განკაცებულს არ მიიღებდა, მასში ღმერთი ვერ იმკვიდრებს. ღვთის ტაძარია მისი სული. ის არის ტაძარი, ჩვენ მე ტაძარი ვარ. თქვენ ტაძარი ხართ. ანუ ჩემი სული არის ღვთის სიტყვის და სულიწმინდის ტაძარი. თუ სიტყვა არ შემოუშვი მე ჩემს გონებაში, თუ მას არ დაუჯერე და თუ მას არ გავყევი, სულს ვერ მივიღებ, სულიწმინდას. ნათლობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, შეუდგები ქრისტესა. ეკითხება მღვდელი. და ვინც ინათლება, შეუდგები. აი გესმით, აი შედგომა მისი ხდება მისი მიღებით და გაყოლით. ანუ ეს ტაძრები, გამზადებული ტაძრები უარს ამბობენ, რომ მათში ღმერთი შემოვიდეს. არ უშვებენ ქრისტეს. არ უშვებენ მიჭეშმარიტებას და დარჩნენ ცარიელი. იგივე ხდება დღესაც. აი, რომ შეხედავ, დამთავარია, მიტროპოლიტია და არ უშვებს თავისთავში ჭეშმარიტებას. როგორ დაიმკვიდრებს ქრისტემაში? შეუძლებელია. თუ სიმართლე არ შემოუშვი, შეუძლებელია. თუ სიმართლეს არ ემსახურე, მაშინ არ შედგომილ ხარ ქრისტეს. რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსაჯელი ძეს გადასცა. ეს ძალიან საინტერესოა, ამ მუხლს აუცილებლად განმარტავ. თუმცა გავაგრძელებ ახლა. რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ერთია პატივი, მამის, ძის და სულიწმინდის. ერთი პატივი. განუყოფელი პატივი. ვინ ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. შეუძლებელია, იოანეს აქვს ესეთი, ვისაც ძე არ აყავს, მას არც მამა ყავს, ანუ შეუძლებელია ქრისტეს მიღების გარეშე ღმერთი მიიღო. ვინც ქრისტეს ღებულობს, ის ღებულობს მამას, ძეს და სულიწმინდას. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და
განსჯისას მეორე მოსვლაზეა საუბარი. არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მოდი ჟამი და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს სიცოცხლებს. რადგან როგორც მამას აქვს სიცოცხლე, თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ კონდეს სიცოცხლე თავის თავში. განსჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის, ნუ გიკვირთ. ეს რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველა ვინც საფლავებშია, მის ხმას გაიგონებს. და კეთილის მოქმედი გამოვლენ აღდგომისათვის სიცოცხლისა და სიავის მოქმედი გამოვლენ აღდგომისათვის განკითხვისა. აი ეს არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი რო იტყვიან. სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. აი ეს ადგილი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამა არავის განჯის, არამედ მთელი განსაჯელი ძეს გადასცა. და განჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. როდესაც ძეზე ამბობს ქრისტე თავის თავს ეძახის კაცის ძეს. პატივად ეძახის. კაცის ძეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტე, თუ ვიტყვით ქრისტე ვინ არის? პირველ რიგში, პიროვნულად, ქრისტე ღმერთია. ძე ღვთისა, ცოცხალისა. აი ვინ ვარო მე, პეტრეს რო უთხრა. შენ ხარო ძე ცოცხალი ღმერთისა. ანუ ჩვენ იმას ხედავთ, რომ ის არის ცოცხალი ღმერთის ძე და თვითონ თავის თავს კაცის ძეს ეძახის. პატივისდება, იმიტომ რომ განკაცდა. მაგრამ აი ეს მას გადაცა ხელმწიფება, რადგან კაცის ძე არის იგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ხელმწიფების გადაცემაზე, განსჯაზე არ იგულისხმება ძე ღვთისა, თუმცა ქრისტე ძე ღვთისა, ძე კაცისაა. ორივეა. მაგრამ ამ ორივეში იგულისხმება, ანუ აი როგორ არის ეს უმთავრესი საკითხია. აი მე მაგალითად ვარ კაცის ძე. თქვენ ხართ კაცის ძე და ჩვენ რო განივხვდებით, გვერდდება ღმერთი. მაგრამ მე კაცის ძე ვარ პიროვნულად. ღმერთი პიროვნულად არასოდეს ვიქნები. განხრთობილი კაცის ძე ვიქნები. დიახ. ასე იქნება ყველა, პეტრე, პაულე და ასე შემდეგ. და იესო ქრისტე არის ღმერთი განკაცებული. ღმერთი, რომელმაც კაცი შეიმოსა, მისია ის. იესოს კაცობრივი ბუნება. ძის არის. ამიტომ იესო ორივე სახელია, მაგრამ უმთავრესად ის არის ძე ღვთისას სახელი. რადგან ძე ღვთისას ეკუთვნის კაცობრივი ბუნება. მან შეიმოსა. ანუ პიროვნებაზე, აი ხო არ ჩვენ მე თქვენ ყოველთვის გიორგი იქნებით, ნუ სახელს არა აქვს მნიშვნელობა, რაც თქვენ ხართ. პიროვნულად ვინც ვარ? აი ვინ პიროვნულად და ანუ მე მაგალითად ჩამოვყალიბდი ჩემი ხორციელი ცხოვრებით და სულით ამადამ გარემოში, ამადამ მშობლებთან, ამადამ მეზობლებთან, ამადამ სკოლაში ამ ურთიერთობებით ჩამოვყალიბდი ესეთად, მე ბერი გავხდი, მე მოდელი გავხდი და ანუ ეს პროფესიებია თუ რაც არის, ეს რაღაცა აყალიბებს პიროვნებას. პიროვნებას აყალიბებს რაღაცნაირად. ანუ ხორციც მოქმედებს ამაში და სულიც. და ეს არის პეტრე, ეს არის პაულე. მაგრამ ქრისტეს ხო ესე არ უცხოვრია. ანუ ქრისტეს როგორც კაცს არ უცხოვრია. და მე არ გადმოსულა მასზე. ქრისტე კაცი პიროვნება. მარიამის ძე კაცი პიროვნება, რომელსაც ნათლობასაც შეუერთდა ღმერთი, ესე რო იყოს, ქრისტეს პიროვნულად კაცი იქნებოდა. მაგრამ ქრისტეს არ უცხოვრია, ქრისტეს
ქრისტემ იცხოვრა შეერთებულად. კაცის ბუნებასთან როგორც ღმერთმა. ღმერთის ბუნებასთან ქრისტე ახლა კაცობრიოს ვამბობ. ანუ ღმერთმა შეიერთა მუცელშივე. და ამიტომ ის არის ღმერთ კაცი. ღმერთ კაც ღმერთი კი არა. ღმერთ კაცი. ეს არის პიროვნება ღმერთი. ქრისტე არის ღმერთი, რომელსაც აქვს ორი ბუნება. და ორი ნება, მაგრამ ეს კაცობრივი ნება დაქვემდებარებულია უპირატეს. ეხლა ამას რატო ყვები, რომ ძე კაცისა და ძე ღვთისა. ძე ღვთისაა იესო. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, მან იცხოვრა და მიიღო ჩვენი გამოცდილება. ძე ღვთისა განკაცდა და კაცად იცხოვრა. კაცში იცხოვრა. კაცი შეიმოსა. სასუფეველი დადიოდა იერუსალიმში. და აი აქ ამბობს რომ გადასცა. დააკვირდით? აქ ამბობს რომ განჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგანაც კაცის ძე არის იგი. ეხლა ეს დოგმატური საკითხია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ დოგმატი ნიშნავს შევიწროებულს, მაგრამ ის არის მოკლედ ნათქვამს. აი მაგალითად მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანას ეზე და ამას ამბობს ამაღლების შემდეგ. და შემდეგ მიეცა? არა. სულ ქონდა. ეს დასაწყისია. გადასცა მას, გადაცემული აქვს მას. შეერთებიდანვე ხელმწიფება გადაცემული აქვს, იმიტომ რომ ღმერთს რო არ უთხრან, შენ ღმერთი ხარ და მე კაცი ვარ და ეხა როგორ გამიგებ? ამიტომ ღმერთი კაცად მოვიდა, კაცი შეიმოსა, დაიტოვა განგებულებით მოკვდავი ხორცი და იცხოვრა კაცად და კაცობრივად გამოცდილება მიიღო. გამოიცადა და ჯვარს ეცვა. ეს მე ადრე ვთქვი რომ ყველა ადამიანი მკვდარი იყო, ხო სულით? ყველა. იმიტომ მიდიოდნენ ჯოჯოხეთში უდიდესი ბუმბერაზი მამები. იმიტომ რომ სულით აცოცხლდება მხოლოდ მაშინ კაცი, როცა მას ღმერთი შეუერთდება. ღმერთი მოქმედებდა სულიწმინდა მათზე, მაგრამ მათში არ მკვიდრობდა ქრისტემდე. პირველი კაცია ღმერთ კაცი ქრისტე, რომელზეც სულიწმინდა გადმოვიდა დარჩებაში. ეხლა ეს როგორი რაღაცაა, იცით, აი მაგალითად არსებობს სამი ნორმა, ზომა, ნორმა უცხო სიტყვა, ნუ ზომას ნიშნავს. საზომი. პირველი ეს იყო ადამი დაცემამდე. ანუ ადამს შეეძლო გამხტობა და უკვდავი იყო ის, მაგრამ შეეძლო სიკვდილი. დაცემით. აი ეს ნორმა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად კვდებით. ანუ ჩვენ ვართ უკვე ქვედა ნორმაში. ასევე ადამიანის ნორმა იყო ის, რომ ღმერთს ესაუბრებოდა. თავიდან ღმერთი როგორ ესაუბრებოდა არ ვიცით, იმიტომ რომ მასში იყო. დაცემის შემდეგ ვიცით, რომ გარედან ესმა, გარედან დაინახა, სამოთხეში მიმოდიოდიო. ეს ჩვენ არ გვაქვს. ეს არ ქონდა მოსეს. ანუ ხედავდა ისიც გარეთ, მაგრამ ის რომ შიგნით მასში ღმერთი უკვე არ იყო და მოსეც მოკვდავი იყო. რაღაცა დროს მოკვდებოდა. ეს არის მეორე ნორმა. ანუ ეს ნორმები ჩავთვალოთ, რომ გაგიჟება. კარგი სიტყვა არის იმ გაგებით, რომ აი აბადოროთეს აქ ღმერთმაო რო ნახავ ადამიანო გაგიჟდაო თქვა სამოთხეში. აბადოროთეს აქ ესე ბიბლიაში ესე არ წერია, მაგრამ გაგიჟდაო. ეს რა გააკეთაო. ხოდა. ანუ ნორმა არის რა, უფრო დაბალი ნორმა. და
ამ დაბალ ნორმაში ვარ ჩვენ ხო ყველანი. ქრისტემდე ყველა ესე იყო. და მესამე ნორმა არის ეს ქრისტეს ნორმა. რომელიც არის განკაცებული ღმერთი და რომლის მიღებითაც ჩვენ ღებულობთ ღმერთს და აღსგებით სულით. ხორცი იგივე რჩება. აი პავლე მოციქული უკვე არის მესამე ნორმა. ის უმაღლესი ნორმა. მოციქულები, ამიტომ არის მათი ხსენება, ეს არის ნორმა კაცობრიობის უკვე განხთობილი. ანუ აქედან აღდგენილი. კვდება ხორცით, მაგრამ სულით არა. მარადისობაში უკვე ხორცსაც შეიძენს. ეხლა ეს ისეთი რაღაცა არის, რომ აი მაგალითად ჩვენ ხო გვაქვს ეს ნორმა, აი ნორმალური ადამიანი. თქვენ, მე და ასე ბევრი ვართ ნორმალური ადამიანები, ნორმას ვეძახით. და ამ ნორმაში რაღაცა ურთიერთობები შედის, ხო? და ვინც ამ ნორმიდან დაეცემა, იმას ხო გიშვეძახით, ანუ არანორმალურს, ხო? ვინც ამ ნორმიდან დაეცემა. აი ახლა ამ ნორმიდან დაცემული, ჩვენი ნორმიდან დაცემულ ადამიანთან, ანუ სამავტყოფოში, რა ქვია დღეს რას ეძახიან ამ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სამკურნალო დაწესებულებაში შეუშვათ ნორმალური ადამიანი და უთხრა, რომ აი ეს არის ადამიანის ქცევის ნორმა. აი როგორ ჭამს გიორგი, როგორ ექცევა მეორეს, რა ურთიერთობა აქვს დედასთან, მეუღლესთან, შვილთან. აი ეს არის ნორმა ჩვენი. და თქვენც თუ მიბაძავთ, იქნებით ნორმალურები. აი ამას მიბაძეთ. ნუ ახლა ის დაავადებაა და ესე ვერ შეძლებს, მაგრამ აი პირობითად რო წარმოვიდგინოთ, ქრისტე მოვიდა ამ დაცემულ ნორმაში. უხსნის ასწავლის და აღსადგენად ყველაზე მთავარი ეგ არის. აძლევს თავის თავს. მარტო რო უხსნიდეს, აი მე მაგალითად თუ რაღაცას ვასწავლი ადამიანს, თუ მანი არ მიიღო ვერ აღვადგენ, ხო? მაგრამ მან ჩემი სიტყვა კი არ მიიღო. მთელი არ ვიცი რამდენად გამოვთქვა, მაგრამ პავლეს რო ეუბნება და მოციქულებს რო ეუბნება, ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს. აი ვინც მე როცა ქრისტეს სიტყვას ვამბობ და ის რომ მიიღებს, ის ქრისტეს ღებულობს. ის აძლევს ძალას, რო წამოდგეს. რო განახლდეს. თუ მიიღო მან, ჩემ მე არ მღებულობს ის. მე პავლე კი არ მიმიღია. დიდ პატივს პავლეს, მაგრამ პავლეთი ჩვენ მივიღეთ ქრისტე და პავლეთი ჩვენ მივიღეთ სული მოციქულებით. მოციქულებმა გადმოგცეს ეს. რადგან მოციქულებს მიცა ქრისტემ ეს არის ჯაჭვი და ქრისტე ეხმარება. აი ეს სიტყვა გეხმარება და ეს სიტყვა არის ჰიპოსტასი. მეორე ჰიპოსტასი, ანუ პიროვნება. არ არის ჩვენ რო სიტყვას ვამბობ და ჰაერი და ხმა, არა, არსია, არსებულია. არსებული ღმერთია სიტყვა ღვთისა. მეორე ჰიპოსტასი. ჰიპოსტასი ნიშნავს პიროვნებას. და ეს პიროვნება შემოდის. და ეს პიროვნება გიერთდება. ეს პიროვნება გაძლევს სულს. და ამიტომ ქრისტე განსჯის. აი აქ ქვემოთ კიდე წავიკითხავთ რომ ეუბნება ამ მღვდელმთავრებს რომ მე კი არ დაგდებთო თქვენ ბრალს. თქვენი ბრალდებელი არის მოსე. ეს ძალიან საინტერესოა, აი მოსე. რატო მოსე ბრალდებელი? და არა ქრისტე. იმიტომ რომ ისინი მოსეს ერია. და მოსე როგორ დაძდევს ბრალს? ნუ გონიათ რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე. თქვენი ბრალდებელი მოსეა, ვისიც თქვენ გწამთ. აი მოსეს რჯული აქვთ. და მოსე როგორ არის ბრალდებელი? მოსემ უთხრა, ღმერთი მოგივლენთ ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს. მაგისი ისმინეთ. იმას კი არ ეუბნება ის, რას გეტყვით.
მაგის ისმი, მაგას დაუჯერეთო. და ესენი მოსეს შექმნილი ეკლესია არის. ანუ მოსეთი შექმნა ღმერთმა. ეს ეკლესია, ეს მსახურები. და მოსეს ჯულს ემსახურებიან. და მოსეს ჯული არის მაგის ისმინეთ. და როცა ის მოვიდა, არის მინეს. ამიტომ თქვენი ბრალმდებელი არისო ის, ვისაც თქვენ ემსახურებით. მაგრამ მის სიტყვას არ ასრულებთ. ანუ მოსესის სიტყვა არ შეასრულეს. ვისაც ემსახურებოდნენ, იმის სიტყვა არ შეასრულეს. ეხლა ჩვენ ხო ქრისტეს ვემსახურებით და ჩვენ ქრისტეს მსახურები ვართ. ქრისტეს ეკლესია ვართ. ქრისტეა თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტეა თავი, ვიღაცას გონია ტაძრის თავია ქრისტე. ქრისტე არის ჩემი თავი. ჩვენი თავი, ეკლესიის თავი, პატრიარქის თავი. ეს ნიშნავს იმას, რომ პატრიარქი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და ერი უნდა იმართებოდეს ქრისტეს სწავლებით. თავი ამას ნიშნავს. ეს არ არის პატრიარქის სწავლება, არც ილია მეორესი, არც შიო მესამესი, და არც კირიო მეორესი, და არც კირიო პირველის. ქრისტეს სწავლებაა, რომელიც მოციქულებისგან გადმოგვეცა. და ჩვენ უნდა ვექვემდებარებოდეთ ამ სწავლებას. ეს არის ეკლესია. ამ სწავლებით უნდა ვიმართებოდეთ და არა თვითნებურად, არა თვითსწავლებით, რასაც დღეს აკეთებენ მღვდელმთავრები და სხვა მღვდელმთავრები სხვათა შორის, რომლებიც ამას ყურადღებას არ აქცევენ. ყველა ბრალდებული იქნება ქრისტეს წინაშე და ყველა მღვდელი საქართველოში. ყველა მღვდელი რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ქრისტეს სწავლების დამახინჯებას. და რატომ? დააკვირდით, ძალიან საინტერესო არის, მე წინა გადაცემაში ვთქვი, ეს ციტატა და მე განმარტება დამავიწყო და ეთყობა ღვთისნება იყო, ეხლა განმარტავ. აი ეს ვინც მამაჩემ არ დანერგა, აღმოიფხრება. ეს უთხრა იერუსალიმიდან მოსულ ქრისტესთან მოსულ მღვდელმთავრებს, იერუსალიმელებს. გალილეაში იყო ქრისტე და იქ მივიდნენ. და შენი შრომიცეს, შენი მოციქულებიო, დაუბანელი ხელით რა დაჭამერო. შენისთვის მისაცემად მივიდნენ ქრისტესთან და ქრისტემ აი ჩემი გაგე მართლა აი გააღიზიანა თუ როგორ არის აი იცით აი ქრისტე ყველაზე მეტად თუ შეურაცხყოფა მიაყენა სავით მოდი ესე არ გამომივიდე ძალიან ძაფრად, მაგრამ ხალხს დაუძახა. და ხალხს უთხრა ეს. ამათზე. ჯერ ამათ უთხრა თქვენ რატო არ ღვევთ ღვთისმცნებას, რომ იქო რაც მამას ეკუთვნის და დედას ისო მე ღმერთ შევწირეო და ასე შემდეგ, ანუ სწავლებას არ ღვევთო და რაღაცა გადმოცემებს რომ იყვებითო და ღვთის სიტყვას არ ღვევთო. და მე ხალხს დაუძახა. და ხალხს უთხრა რომ რაც პირიდან გამოდისო ის ბილწავსო და არა ის რაც პირში შედისო. ამათზე ამათ ხალხის გასაგონად გაკიცხა. ესენი ძალიან გაბრაზდნენ. ძალიან გაბრაზდნენ. იქვე წერია რომ აი ძალიან შეურაცხყოფილად იგზნეს თავი ხალხის წინაშე რომ ესე უთხრა ვიღაცა წინას წარმეტყველმა მათთვის ესეთი გარგება ქონდა, რომელიც ხალხს აცდუნებდა. ეგრე როგორ აკადრა და მათ ეუბნება ეს. აი ვინც მამაჩემ პეტრეს ეუბნება ამას, რომ ისინი ძალიან გაბრაზდნენ პეტრემ უთხრა. და პეტრეს ეუბნება რომ ვინც მამაჩემმა არ დანერგაო, აღმოიფხრებაო და გარე გაიგდებაო. ანუ ისინი ეკლესიის წევრები იყვნენ, მღვდელმთავრები იყვნენ. და მამაჩემისგან არ არისო დანერგილიო და აღმოიფხრებაო და მე აი სულ მაინტერესებს აი როგორ არის აი როგორ კითხულობს ახარებას აი სულ მაინტერესებს რას ნიშნავს მამამ დანერგა ვიღაცა დანერგა და ვიღაცა არა და თუ ეს მამან არ დანერგა მაშინ ამის ბრალი არ ყოფილა ღმერთმა არ დანერგა ხო რას ნიშნავს ეს აი სულ ესეთი ისამა კითხვები აი ჩემი ლოცვა რა არის რომ რაღაცას უკითხულობს ახლა მინდა ის გავიგო აი წინავე მაშინ რომ თქვით რომ
გონება რომ გაგინათდება. და ამაზე ესე როგორი რაღაცა არის. ვინც მამამ არ დანერგა, მამა. მოდი აქ ღმერთი. ვინც ღმერთისგან არ არის. ან მეორენაირად ვთქვა. ვინც ღმერთის მოსაძებნად არ მოსულა ეკლესიაში. ვინც ღვთის მსახურია, ვინც ღმერთის მამის ფორმა აცვია, ჩვენ ხო ქრისტეს განვასახიერებთ. ყველა ღვთის მსახური. ანუ ქრისტეს მსახურები ვართ. ქრისტე კი არა ვართ, ქრისტეს მსახურები ვართ. ხო? ანუ ქრისტეს სიტყვას ვამბობთ, ჩემსას კი არ ვამბობ. და თუ ჩემსას ვამბობ, ვაიმე. თუ ჩემსას ვამბობ, იმას უნდა ეთანხმებოდეს. პირდაპირ. და ვინცაც ღვთის ფორმა აქვს, მიტროპოლიტია, პატრიარქია, მაგრამ ღმერთს არ ეძებს, სიმართლეს კი არ ეძებს. სიმართლეს კი არ ემსახურება. ის მამისგან არ არის, ღმერთისგან, ქრისტესგან არ არის დანერგილი ეკლესიაში. ის არის ღვარძლი. ღვარძლის იგავი კარგი თესლი დათესა ყანაში. და სხვათა შორის მაგიგავში ცოტა არასწორად თარგმნიან, ნუ ამ სამყაროში დათესილად თარგმნიან ხოლმე, მაგრამ ეგრე არ არის. შემოღობილ ყანაშია. ეს თესლი დათესილი, შემოღობილ ყანაში. არა სამყაროში, არამედ შემოღობილ ყანაში. კეთილი თესლი. და როცა მუშაკებს ეძინაო, მაშინ მოდის ბოროტი და თესავს ამ ღვარძლს. და შემოღობილი ყანა არის ეკლესია. ეკლესიაშია დანერგილი ეს კეთილი თესლი. და იქ ეკლესიაში არის ჩათესილი ღვარძლი, რომელსაც ეშმაკი თესავს. ახლა ეშმაკის თათესილი ვინ არის? ვინც ამ სოფელს ეძებს. და ჭეშმარიტებას კი არ მიყვება. ჭეშმარიტებას კი არ ემსახურება. ამ სოფელს, ამ სოფლის მამონას ემსახურება. ის არ არის ქრისტესგან. ის არ არის ღმერთის დანერგილი. აუცილებლად აღმოიფხრება. და აუცილებლად გადაიგდება. თუ არა აქ, იქ. და ესეთები არიან ისინი, ვინც ქრისტეს სწავლებას დამახინჯებულად ასწავლიან. ერს. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ის ღვარძლი, რომელიც ეშმაკმა ჩათესა ქრისტეს ეკლესიაში. და ის, ვინც არა ღმერთს, არამედ სხვა რამეს ეძებს, აუცილებლად აღმოიფხრება. აი ეს ადგილი მინდა კიდე განმარტო. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე. თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი, სახე გიხილავთ. მისი სიტყვა ვერ დამკვიდრდება თქვენში. მისი სიტყვა არის იესო. ანუ მე თქვენში ვერ დამკვიდრებიო. იესოს სიტყვა. მისი სიტყვა თქვენში არ მკვიდრობს, არ დამკვიდრდებაო. რადგან არ გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. აი რაზეც ვილაპარაკე, ეგ არის. ანუ მამის სიტყვა განგაცებული. მამის სიტყვა დგას და ესაუბრება. და შენ არ ხარო ის. და ეს სიტყვა ვერ იმკვიდრებს, ეს სიტყვა არის ჰიპოსტასი. კიდევ მეორე, პიროვნება, არ არის ჰაერი, პიროვნება შემოდის. ქრისტეს როგორც მიიღებდნენ, ღვთის სიტყვას ღებულობდნენ. და ის სიტყვა აღადგენდა კაიაფას. ანუ ჭეშმარიტების მიღება. სიმოღვთისმეტყველს აქ ძალიან საინტერესო სიტყვებია, რომ სინანული არის კარი, რომელსაც გამოვყავხარ სიბნელიდან და შეყავხარ სინათლეში. ეს საინტერესოა რა. ანუ სინანული ნიშნავს გონებით მოbrunებას. ანუ მოინანიეთ, რამე თუ ახლოსაა სასუფეველი ცათა, მოbrundit ქრისტესკენ. სხვაგან მიდიხართ. მოbrundit ქრისტესკენ, რადგან აქ არის ის არის სასუფეველი. ის არის ღვთის სიტყვა, ის არის ღმერთი. ესე იგი სინანული ნიშნავს, რომ მე ეს არასწორად ვიცი. აი რო ეთქვა კაიაფას და ამ მღვდელმთავრებს. ეგ არასწორად ვიცი.
მესია ვინ არის? იმიტომ რომ აი ამას უფრო მეტი ძალმოსილებაა ვიდრე მე. სასწაულებსაც ხედავ ყველაფერს. მე ვერ გავიგე ესე იგი. და შემეწიე ერთი ძალიან მაგარი სიტყვებია, ერთი ბავშვის მამა, რომელსაც უჭირს ეშმაკეულია ბავში და უფალი აყვედრის ოი ურწმუნო მოდგმა როდემდე ვიქნები თქვენთანო და ის მამა ეუბნება უშველეო ჩემს ურწმუნოებასო. წამს უფალო და უშველეო ჩემს ურწმუნოებასო. აი ეს არის, აი წამს, მაგრამ ურწმუნო ხარ. ხედავ რა. ბევრი მაგდრომარეობაში. ერთ-ერთს რო ეთქვა იმათგან. ამას რომ აი ვერ ვგებულობ, მაგრამ მიშველე, აი რაც ნიკოდიმოსმა ვერ გაიგო და დამეხმარე რომ გავიგო. ანუ საერთოდ ყველაზე კაცრად მოთხოვს მასწავლებლებს, ვინც ასწავლის. შეიძლება მღვდელი იყოს მღვდელმთავარი და არ იცოდეს და არ ასწავლიდეს. არ მოეთხოვება იმდენად. კი, ყველას მოეთხოვება, უნდა ასწავლოს, აბა რა უნდა მღვდელმთავრად, მაგრამ ვინც ასწავლის და არასწორად ასწავლის და ვინც ვერ გებულობს, მოეთხოვება, აი ნიკოდიმოს, ხო გახსოვთ ჩვენ წინ შენო ისრაელის მოძღვარი ხარო და გარიციო? აჰა. რას ქვია? შენ ჩემი წარგზავნილი ხარ. ჩემი მღვდელმთავარი ხარ. ჩემ სახელს ატარებ და მე არ მიცნობ? ამას ეთქვის დღევანდელ მღვდელმთავრებს. ქრისტეს არ იცნობ, მე არ მიცნობ? აბა რისთვის გაცვია ეს? აბა რას ეუბნები ხალხს? აბა ვის სამსახურში ჩაგაყენე? მე უნდა მემსახურო თუ მამონას? და შემდეგ არის ძალიან საინტერესო კიდე. იკვლევთ წერილებს, რადგან გონიათ რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. აი ეს მუხლი მოკლედ აი ეს იკვლევთ წერილებს. ამას ძალიან ბევრი წმინდა მამა ამბობს ქრისტემ გითხრა გამოიკულიეთ წერილები. ასე გებულობენ. იკვლევთ კი არა, გამოიკულიეთ. და ძველ ქართულშიც ეგრეა თარგმნილი. გამოიკულიეთ წერილები, რადგან თქვენ გონიათ იმასგან გაქვთ სიცოცხლე და იქ ჩემზე წერია. და ეს მოწოდება კარგია რომ გამოიკულიეთ წერილები, ეს ყველაზე დადებითია, მაგრამ მე ჩვენ როცა სახარებას ვაკეთებდით იქ მე ვიკვლიე ეგ სიტყვა. მე ის უფრო მომწონდა და მომწონს. გამოიკულიეთ წერილი, რადგან გონიათ რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე და ისინი კი ჩემზე მოწმობენ. მაგრამ დედანი სიტყვით ამბობს იკვლევთ წერილებს. ეს უფრო სწორი თარგმანი არის, მაგრამ ნიშნულობა აქ ის მე წავიკითხე ესეთი რაღაცა რაბინებს ჰქონდათ ესეთი წესი. ეს ჩვევა იყო. მიდი წაიკითხე და ნახე იქ ეს წერია. და ქრისტეუნო თქვენ ხო იკვლევთო წერილებსო და ეს ამ გაგებით რომ განმარტოთ როგორ გამოდის თქვენ იკვლევთ წერილებს რადგან გონიათ მათში გაქვს სიცოცხლე. ანუ წერილით გეძლევათო სიცოცხლეო, ასე ფიქრობთო. მაგრამ ის წერილიო, ეს წერილი მაშინ მოგცემსო სიცოცხლეს, როცა იქ მე აღმომაჩენთო. იქ ჩემზე წერიაო. ჩემ ქრისტეს ემსახურება ეს ყველაფერი. ძველი აღთქმა მის მოვლინებას, ახალი აღთქმა მის მიღებას. აი მთელი ძველი და ახალი აღთქმა ეს არის ქრისტეზე და ქრისტესი. ქრისტეს შემდეგიც ქრისტეს ემსახურება და ქრისტემდელიც ქრისტეს ემსახურება. ამიტომ იქ თუ ქრისტე არ აღმომაჩინეთ, აზრი არ აქვს ამის საკითხს. ფუჭია ეს ყველაფერი. ამიტომ წერილის გამოკვლევა მხოლოდ მაშინ არის ნიშნულოვანი და სასარგებლო, როცა მას სწორად გებულობ. აი ხა ერთი წერილი მინდა წავიკითხო. ძალიან ძიმე შემთხვევაა. ეს არის 17 მაის ნახადაგები პატრიარქის მიერ, შიო მესამის მიერ და მინდა წაგიკითხოთ. მაგრამ
თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი მაგალითად როგორიც არის აბორტი, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს და განწირულია ასეთი ოჯახი. ეხლა ამტკიცებს რატოა განწირული და ამტკიცებს ბიბლიით. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბიბლიით შენი აი ამ არასწორი აზრის მტკიცებას რო იწყებ, ბიბლიიდან რომ მოყავს წერილი. ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა. აი მაგალითად იგივეა რომ როცა შენ ამბობ რომ ვინც ღმერთზე და ღვთისმშობელს შეაგინებს, ჩვენ პეტრესავით უნდა ვამხილოთ და აი პეტრემ რა გააკეთა მახვილი ამოიღო, ხო? ანუ შენ გინდა რომ ვიღაცებმა ხმა არ ამოიღონ და ამას სახარებით ამართლებ. ეს დამღუპელია ეკლესიისთვის. და ერისთვისაც. დამღუპელი, ამას ვიძახი, ყვირი, მაგრამ არავის არ ესმის. ახლა რითი ამართლებს დააგვირდა. რადგან როგორც ვიცით ბიბლიიდან მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურის ძიებისთვის. ესე იგი რას ამბობს? ანუ ვინც აბორტი გაიკეთაო, ეს მუცელში მოწყვეტილი ბავშვებიო, ღვთის წინაშე დგანანო და ღმერთს შეხვირიანო, შეღაღადებენო, რომ შური იძიესო თავი მშობლებზეო. და ამიტომ ესეთი მშობელიო ვერ გაიხარებსო. და ვერცის ოჯახი გაიხარებსო. ვერცის ოჯახი ვერ გაიხარებსო. აი ეს არის ეხლა ოჯახი მარტო მშობლებს. და ეხლა ეს არის გამოცხადების აქ უწერია თვითონ გამოცხადების 6:10. ახლა გამოცხადებაში რა წერია? და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნა ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ანუ მოწამეებზეა საუბარი, არა მუცელში მოწყვეტილ ბავშვებზე. მოწამეებზე და ესენი რას აკეთებდნენ? ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს, როდემდის მეფეო, წმინდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ. ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ განსრულდებოდა მათ თანამონათა ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იყვნენ. ანუ კიდე მოწამეები შეგემატებიანო. ანუ აქ ევედრებიან რომ დასრულდეს ეს ბრძოლა, ბოროტის ბრძოლა დასრულდეს, ანუ მეორეთ მოსვლაზეა საუბარი გამოცხადებაში. და ის პერიოდი რომელიც ძალიან ძიმე იქნება. დევნის პერიოდი და მართალთა გულისთვის შემცირდებაო. და აქ არის მოწამეებზე საუბარი. და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მუცელში მოწყვეტილი ბავშვები შეადარო ამათ და ისინი თურმე ღმერთს ევედრებიან მათ მშობელზე შური იძიონ. ანუ ეს არის კრეხელობა. არავის არ ესმის. არც ერთ ეპისკოპოს არ ესმის, რასაც ვიძახი. ეკლესია გაიყო მე-11 საუკუნეში 1055 წელს. და იცით რაზე გაიყო? ერთ სიტყვაზე. აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესია შუაში გაიყო, ერთმანეთი ანათემას გადასცეს, როცა დასავლეთმა დაუმატა დასული წმინდა გამოდის მამისაგან, ხო გვიძერია ჩვენ და დაუმატეს და ძისაგან. გამოდის მამისაგან და ძისაგან და ძისაგან დაუმატეს. ამის გამო ეკლესია გაიყო. ეხლა ეს ბევრს ესმის რომ მაგრამ გაიყო ეკლესია, იმიტომ სწავლებაა. რამხელა ეკლესია გაიხლიჩა შუაში. იქ მერე სხვა სწავლებებიც არის, მაგრამ საქართველოში ისე წვალებლობებს ასწავლიან. ხმას არ იღებენ და ერის ხალხს დაძდებენ. შეურაცხყოფა მიაყენაო იმასო. ქრისტესო, კაცო, ქრისტეს ვერ მიაყენებს ის შეურაცხყოფას. ეგრე როგორ არის, იცით? ყველა სექტანტი დენომინაცია, რასაც ეძახიან. ეს ყველა სხვანაირად ხედავს ქრისტეს. და ჩემთვის ის ქრისტეს შეურაცხყოფა, მე მას არასოდეს არ მივიღებ ისეთად, როგორიც ის არის აზროვნებით ეკლესიაში. მაგრამ
ის რა ჩემი საქმეა? თუ ის მეტყვის რომ მართლმადიდებლობა უნდა, მაშინ მეტყვი გამოასწორე, ქრისტე ღმერთია. ვინც ღმერთად არცნობს, ხო? ჩვენ აქ წინათ ვისაუბრეთ მენიშნა ეს ადგილი ჯვრის ახსნაზე ვისაუბრეთ და ვიღაცა ქალია როგორც ჩანს კომენტარი გაუკეთებია მე ვთქვი რომ ჯვრის დაწერის ანუ ხელახლა დაქორწინების უფლებას იძლევა ეკლესია და არა ის რომ ჯვარი აყაროს მეთქი და ვიღაცას კომენტარი აქვს ძალიან საინტერესო ჩემთვის ვისი რა საქმე არისო მე რამდენჯერ გავთხოვდებიო მინდა 9 ჯერ გავთხოვდებიო კი ბატონო ეს ჩემი მღვდლის საქმე არ არის ვინ რამდენჯერ გათხოვდება ვინ რამდენჯერ მოიყვანს ცოლს ეგ ჩემი საქმე არ არის და არც ეკლესიის საქმეა ვინ რა სიტყვის ქრისტეზე ეგ ჩემი საქმე არ არის ეს ეკლესიის საქმე არ არის გარეთ ყოფებზე ვამბობ მაგრამ თუ ამ ქალბატონს მოუნდება ჯვრის წერა და ეკლესიური იყოს აი მაშინ მე ვეთყვი რომ არა არ შეიძლება 9 ჯერ ეგ არ არის მიღებული ხო ანუ თუ შენ გინდა ქრისტიანი ანუ მართლმადიდებელი გერხვას აი მაშინ გაკონტროლებ მე მაგრამ თუ შენ არ მექვემდებარები მე მაშინ მე ვინ მეკითხება შენ თხოვდები თუ არ თხოვდები რა ჩემი საქმეა ამიტომ თუ შენ ვინმეს ეკლესიურ საჯელს დაადებ კი ბატონო შეუძლია აი ამ კრეხელობის გამო უზიარებლობა ამას ეგ შეუძლია მაგრამ მიდიდაცემე რას ნიშნავს ისე როგორც ეს არ ნიშნავს რომ აბორტის ამახალისებელი რაიმე შეიძლება მისაღები იყოს ვინმესთვის ეგ ისედაც აკრძალულია მე მითხეს ერში საეკლესიო თვალსაზრისით ხო ანუ იქ ექიმები დგანან აქციაზე და ერთმა მითხრა რომ ერთს აუცილებლად ჰქონდა გასაკეთებელი იმიტომ რომ ბავშვი არ ნაყოფი არ ვითარდებოდა და ძალიან დიდი შრომა დაჭირდა რომ ეს მოხდარიყო ძალიან დიდი შრომა დაჭირდა იმიტომ რომ ერში ისედაც აკრძალულია აქ ამაზე კი არ არის საუბარი რომ აი უბრალოდ აი ესეთი თქმა ამის გამო და ეს ბავშვები მშობლების იმას ევედრებიან და ბიბლიიდან რომ მოიყვანო იმის მაგალითი რომ თითქოს ეს მოწამეები ეს ბავშვები არიან ეს არის მკრეხელობა ამ შეცდომაზე მიუთითებ თქვენ ამ შემთხვევაში დიახ ამ შეცდომაზე მიუთითებ და ბევრია ესეთი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ სწავლებაში მაგრამ არავის არაფერი არ ესმის არაფერს ბევრს ესმის მათ შორის თქვენი ამ საუბრების გათვალისწინებით და თუმცა გასაგებია თქვენ რასაც გულისხმობთ ანუ სანამ დავასრულებთ დღევანდელ ჩვენს საუბარს ალბათ ბევრს დააინტერესებდა ну ამ ხატთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არ დაიბადება მაგრამ აი აქეთ ჩემს მარცხნივ რას განასახიერებს რას ნიშნავს ეს გამოსახვა აი ეს არის ახლა ეს გავაკეთეთ ცოტა სხვადასხვა რაღაცა და ეს გამომჩა აი ძალიან საინტერესოა განჯის ხელმწიფება მისცა მას რადგან კაცის ძე არის იგი ნუ გიკვირთეს რადგან მოდის ჟამი როდესაც ყველა ვინც საფლავებში არის მის ხმას გაიგონებს აი ეს არის ეს ხატი არის რომ უფლის ხელშია მიცვალებულები უფლის ხელშია მიცვალებულთა სულები და მოკლედ სიკვდილ და სიცოცხლეზე მინდა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე ეს არის რელიგიაც მაგრამ ეს სიკვდილის ცოდნა პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით ვინ ცოცხლები ვართ სიკვდილი რა არის ანუ ჩვენ ხო ხედავთ სხვის სიკვდილს მაგრამ ჩვენ არ შევხებივართ სიკვდილს და აქედან გამომდინარე სიკვდილი რა არის არ ვიცით ეხლა მე მოვყვები ჩვენ როგორ ვიცით სიკვდილი მაგრამ მე ჩემი ცოდნა არ არის ეს არის ქრისტეს ცოდნა ამას ნიშნავს გამოცხადებითი რელიგია ანუ წმენაც ამას ნიშნავს რომ აი მაგალითად
ბიბლიაში ეხლა მახსენდება სამი ადგილი, სადაც ქრისტე იმ ქვეყნურზე ვინც იმ ქვეყნად არის, იმაზე საუბრობს. ერთი არის სადუკებლებს ეუბნება, რომ ღმერთი ცოცხალ აბრამის, ღმერთმა თქვა, რომ მე ვარ ღმერთი აბრამისა, ისააკისა, იაკობისა და ღმერთი ცოცხლების ღმერთი არისო და არა მკვდრების, ანუ არსებულების ღმერთი. ანუ აბრამი და ისააკი და იაკობი რო გამხრალიყვნენო და არ არსებული ყოფილიყო, მათი ღმერთი არ იქნებოდა ის. ისინი იქ არიანო, ამას ეუბნება, იმათ სულის არ წამდათ. და მეორე იგავს რო ამბობს მდიდარზე რომ ჯოჯოხეთში აახილა თვალი და დაინახა აბრამი და ლაზარე. ანუ სულთა არსებობის იმ ქვეყნიური და ასევე ხა თავისი აღდგომა და ეს აღდგომაზე ჩვენ ვისაუბრეთ ადრე რომ აღდგომას მოწმე არ აყავს. ქრისტეს აღდგომას, ამიტომ ქრისტეს საფლავიდან გამოსულს რო ხატავენ ის არ არის აღდგომის ხატი, იმიტომ რომ ის არავის არ უნახია საფლავიდან გამოსული. ამდგარი ვნახეთ. ამიტომ აღდგომის ხატი არ გვაქვს, არამედ გვაქვს ჯოჯოხეთის წარმოქმნის ხატი. ანუ და ეს ხატი არის შექმნილი პეტრეს სიტყვებზე, რომ ჩავიდა სულთა საპყრობილეში, პეტრე ამბობს. და იქიდან აღმოიყვანა სულები. და თვითონაც ამბობს, რომ სხვა ნიშანს არ ნახავთ გარდა იმისა იონა წინასწარმეტყველისა, სასწაულისა და ეს იონა წინასწარმეტყველი ვეშაპის მუცელში იყო და ქრისტე ჯოჯოხეთის მუცელში იყო. ანუ ესეთი ნიშნები არის, მაგრამ ეს არის ის რაც მე არ ვიცი და თუ ვიცი ქრისტეთი. ამიტომ სული არ ყვდება. არ ქრება. და სული აი როცა ძალიან რთული არის ახლა როცა ახალგაზრდა შვილი გარდაიცვლება ძალიან რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ნუგეში ის არის რომ ის არ ქრება. ამ დღეებში მით უმეტეს ეს ტრაგიკული შემთხვევა ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის ძალიან მძიმე დღეები არის მთელი საერთოდ. მით უმეტეს და საერთოდ ესეთი გავი არის, ანუ პატერიქს ეძახიან. მოკლედ ერთი ბერის მორჩილი იყო, რომელსაც საკვები დაქონდა მორჩილი ამ გაგებით, რომ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ მიდიოდა და საკვები მიქონდა ბერთან. ბერი ხელსაქმეს აკეთებდა, გაატანდა, ის გაყიდდა და ასე ემსახურებოდა ბერს, რომელიც იყო განდეგილი. ხო და ერთხელ ამ ბიჭმა თავის ბერთან რომ მოდიოდა, ისე დაინახა დიდი პატივით რომ დაგძალეს ვიღაცა. აი დიდი პატივით, საოცარი პატივით. სოფლის ერთ-ერთი ჩინებული ადამიანი. და რომ მოვიდა თავისი ბერი, რომელიც იყო განდეგილი და სასწაული მოღვაწე, თურმე ლომს დაუგლეჯია. და ნახევარი ხორცი, ნახევარი ისა რაღაცა დახვდა რა, დაგლეჯილი. მკვდარი. და ძალიან შეწუხდა. და ღმერთო ესე რატო ხდებაო? ეს ასეთი წმინდა კაცი, ასე დააგლეჯინეო. და ისო ვიღაცაო, რომელიც ამ სოფლის ის იყო რაღაცა ჭამას მიცხოვრობდაო, ესეთი პატივი დაგძალეო. და ანგელოზი გამოიცხადაო და უთხრაო. იმასო არაფერი ქონდაო სიკეთეო, იმ ქვეყნად წასაღებიო. ამიტომ რაც კი გაუკეთებიაო, აქ მიენიჭაო და პატივი დაგძალესო. იქ არაფერი არა აქვს. და ამასო ერთი ცოდვა ქონდაო. და ის ერთი ცოდვაცო აქ დაატოვებინაო ღმერთმაო ამ საზარელის სიკვდილითო. და იქო მისი სული წმინდა არისო. და გვირგვინოსანი. ამიტომ ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა ესე ტრაგედია ახლა რომ შულს მოგიკლავენ ახლა გუშინაც მოხდა თუ გუშინც. ტრაგედია, მაგრამ საერთოდ ყველა სიკვდილი ეპიდემია რაღაც საჟელის რაღაც იმის გადახდა ვალის ყველა სიკვდილი ვალს ვიხდით დაცემის გამო და სიკვდილი იმდენად მძიმე რაღაცა მაგრამ თუ ესეთი სიკვდილია
იქ შეიძლება უფრო მეტად მიხედოს ღმერთმა. უფრო მეტად აქაური ტრაგედია იქაურ სიკეთედ ექცეს. ეს არის ნუგეში. იმიტომ რომ აქაური დიდება, აქაური ცხოვრება უფრო უარესი არის 90-100 წელი იცხოვრო და საერთოდ ღმერთი არ გაგახსენდეს. პატივით. აი ჯოჯოხეთში ვახსენეთ რომ მოხდა დიდარი, რომელიც ბისონით იმოსებოდა და ყოველდღე ნადიმობდა და არც ისე ახალგაზრდა იქნებოდა როცა გარდაიცვალა, ხო? დიდი ხნის და ჯოჯოხეთში მოხდა. და წყალი არ ქონდა წვეთი. ამიტომ აქაურ კეთილდღეობას იქაური უბედურება შეიძლება მოქონდეს და აქაურ უბედურებას იქ კეთილდღეობა მოგცეს. ამიტომ სული ყველა სული ცოცხალია. ყველასი უკლებლიო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე ღვთის ნებით ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაზე, შეიძლება დღეს მიდიოდეს ჯოჯოხეთში და არა სამოთხეში. მაგრამ გადარჩენის იმედი ქონდეს. იმიტომ რომ აი სამოთხეში წასვლის გარანტია, აი სამოთხეშია თუ არა ადამიანი, ამას ეკლესია ამბობს ხოლმე. შეიძლება ეკლესია საერთოდ არ იცნობდეს და ისეთი იყოს იქ. მაგას კი არ ვამბობ, რომ ეკლესია აცხონებს ვინმეს პირდაპირ თუ წმინდანად შერაცხა, ესე იგი მაშინ კი არ გახდა წმინდანი. არამედ მისი გზა, მისაბაძი იყო და ამიტომ წმინდანად რო შერაც, მე მათ არ იხსენიებენ. აი მაგალითად მე მამა გაბრიელი რო გარდაიცვალა, იმ დღიდანვე არ მომიხსენიებია, იმიტომ რომ შინაგანად წამდა მისი სიწმინდის. თვითონ გიქონდა დამარებული ილოცეთა ჩემთვისო, მაგრამ აი ღმერთო აცხონე მამა გაბრიელზე ვერ ვამბობდი, იმიტომ რომ იმენად დიდ წამს რო იცხონდა. თო, დიდ ბერად მიმაჩნდა და პირიქით ვევედრებოდი მას. ამიტომ რომ ესეთ ადამიანებზე რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩვენ თქვათ რომ წმინდანია და სასუფეველშია, მაგრამ აი სხვაზე არა. ამიტომ ჩვენ ხშირად გონიათ ხო თუ ზიარეთ პირდაპირ სამოთხეში მივდივართ როცა მოვკვდებით, ესე არ არის. მეორედ მოსვლისას განჟეელის ყველას. და ამიტომ ჩვენ ვინც მორწმუნეები ვართ, ვალდებული ვართ ვირწმუნოთ და ვილოცოთ ჩვენს მიცვალებულებზე, ვირწმუნოთ პირველ რიგში. ეს რწმენა როგორი რაღაცა არის, იცით რომ აი მაგალითად შვილი გავიდა სახლიდან და დედას ურეკავს ხან გერმანიიდან, ხან საფრანგეთიდან, ხან იტალიიდან, ხან ჩეხეთიდან, რა ვიცი, სხვა ადგილიდან და დედა ახავა რაღაცა და ერთ დროს დაიკარგა. არ ურეკავს არაფერი. და დედამ არ იცის სად არის. საერთოდ ცოცხალია, მკვდარია, არაფერი არ იცის. და როგორ დღეშია, ხო? აი შედარება რო გავაკეთოთ, როგორ დღეში ჩავარდება ეს დედა. მაგრამ თუ დედამ გაიგო, რომ ამადამ ქვეყანაშია, მაგრამ საპრობილეშია. მაგალითად საფრანგეთშია საპრობილეში. როგორ გავხარდა? შვება. ანუ საპრობილეში. არა ერთი მაგალითი ვიცი მე. ხო? ამის კი. ანუ ის კი არ გავხარდა რომ საპრობილეშია, მაგრამ რო აღმოჩნდა რომ ეს იქ არის, ცოცხალია. უკვე შეუძლია იზრუნოს საფრანგეთში მიმავალი რამე იპოვოს, როგორ არის იქ, როგორ მივიდეს იქ, რა შეუძლია, რა არ შეუძლია და ეს მზრუნველობა გამოხატოს თავის შვილის მიმართებაში, იმიტომ იცის იქ არის. ეს არის წმენა. ანუ ჩვენ ვიცით რომ ის იქ არის. და ამას მე დარწმუნებით ვეუბნები, იმიტომ რომ წავს. მე არ მინახია რა თქმა უნდა, მაგრამ მე დარწმუნებით ვამბობ, რომ ესეა ქრისტემ ასე თქვა. ქრისტიანობა ასე ასწავლის, სული არსებობს. ის ელოდება ჩვენგან, ჩვენ ვირწმუნოთ, ის არის. და ბევრი შეიძლება ეძახეს თავის მშობელს. იქიდან ტკივილით, დედა ახავარ. და დედის მოქმედებას, შობლის ლოცვას და შობლის წმენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შობლის წმენას. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები იყო, მამა, ეს მართალია არ თუ ისე
ძალიან რთულ თემაზე საუბრი დავამთავრეთ დღევანდელი ჩვენი ლექცია დავარქვათ ასე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოვიდრო საინტერესო თავის შინაარსით და თავის მნიშვნელობითაც განმარტებების მნიშვნელობითაც აქვე ჩვენს მაყურებელს დროების უთუბარხზე უთხრათ რომ ჩვენ გვექნება მცირე პაუზა სექტემბრის დასაწყისიდან კვლავ დავბრუნდებით ჩვენ განვაგრძობთ ციკლს მამა დოროთეს ამბიონი, რომელსაც უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, მას განსაკუთრებული მადლობა აი ამ მცირე არდადეგებზე გასვლის დროს მისი ასეთი შემართებისა და ენთუზიაზმისა და ცოდნისთვის და სიმართლისთვის, რაც ყველაზე მთავარია. და ჩვენ სექტემბრის დასაწყისში შევხვდებით უკვე ერთმანეთს. მანამდე კი მაინც მინდა რომ ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს გადაცემა, გააზიაროთ მისი მოკლე მონაკვეთებიც თავსდება და თავსდება ყველა სოციალურ პლატფორმაზე, ასე რომ მთლიანობაში ეს გადაცემაც და მისი ეპიზოდებიც იმედი მაქვს რომ საინტერესოდ მოსასმენი და გასააზრებელი იქნება თქვენთვისაც და იმათვისაც, ვისაც თქვენი მეშვეობით ჩვენ მიუწვდებით. მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით. მეც დავემშვიდობები, მადლობა ყველას მოსმენისთვის, ხარდაჭერისთვის. როცა ღმერთმა შექმნაო სამყარო შეხედაო და თქვაო რომ კეთილ კარგიაო და ეს ახლა ღმერთმა ისედაც იცოდა რომ რასაც შექმნიდა კარგი იქნებოდა და მაგრამ ჩვენ გვეუბნება ამით ბიბლია რომ ცოტა უკან გავიხედოთ და თქვათ კარგი იყო ის თუ ცუდი და რა ვიცი უკან რო ვიხედები ამ 32 გადაცემა 32-ია ეს და კიდე სხვაც არის რომელიც აქ არ არის ტელევიზიაში რო გადიოდა რო გავიხედე, რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ. მადლობა ამ საშუალებისთვის. ერთი ის გამახსენდა ევსები კესარიელი არის ის საეკლესიო ისტორიის აღმწერელი და ასევე მე-4 საუკუნის არის და წიგნებიც ახახწერილი, ვინ რა დაწერა და ერთ-ერთი თუ არ ვწდები დიონისე ქვია იმ მწერალს. დიონისე აროპაგელი არა, სხვა დიონისეა, მეორე საუკუნის თუ მესამესი, რომელსაც ჰქონდა წიგნი დაწერილი და იმ წიგნიდან არ მახსოვს ახლა იქ რამე, მაგრამ ესეთი ბოლოს ჰქონდა ესეთი მინაწერი, რომ ეს წიგნიო ჩემთვის დავწერეო. სიბერეში მწოდნოდაო, სიჭაბუგეში როგორ ხედავდი ღმერთს. და არ დამიწყდებოდაო ისე რაც ვიცოდი, ჩემთვის ჩავწერე, ანუ ჩემთვისო და ეს მარტო თქვენთვის არ იყო, ეს ჩემთვისაც არის და მეც უსმენ ვიწერ კიდეც რაღაცებს ვასწორებ. ერთი ის არის კიდე სახარებაზე საუბარი აქვს, გრიგოლ დიოლოგოს ძალიან კარგი წიგნია, ქართულად არ გვაქვს და ძალიან დიდი მამა არის. ესეთი სათაური წინა სიტყვაობა აქვს წაყოლიებული რომ ვიღაცა მოშურნეებმაო ანუ კეთილი სურვილებითო ისინი ხო როცა ქადაგებდნენ იწერდნენ ვიღაცები და ჩემს გარეშეო ჩემი გადამოწმების გარეშეო გაავრცელესო პირველი წიგნიო კეთილი სურვილით, მაგრამ მისი ნებართვისგარეშე. ხო, და ცოტა შემთხვევა, როცა თქვენ ჩვენი ნებით ვაკეთებთ. ცოტა იჩქარესო და ამიტომ ეს წიგნიო მეო გადავხედეო, შევასწორეო და ამიტომ ეს წიგნი არის ჩემი უკვე შესწორებული, სხვათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველმაც თავისი ქადაგებები და ისე ბოლო წლებში ყველას გადახედა, ყველა შეასწორა. იმიტომ რომ როცა საუბრობ, მე შეიძლება ზოგჯერ აბელს გულისხმობ და კაინი ვთქვა. ეს დინამიკას ახასიათებს ესისა და რაღაცა შეცდომები თუ მქონდა მოგვიტევეთ ამის გამო, მაგრამ თუ რამე კარგი იყო, მე პავლე მოციქულივით ვიტყვი. პავლე მოციქულიამოს ყველაზე მეტი ვიშრომეო. მაგრამ არამეო, არამედ იმ მადლმაო, რომელიც მომცაო უფალმა. ანუ იმ ნიჭმა, იმ მოწყალებამ, იმ მოცემულობამ გააკეთაო ის, რაშიც მე დავშვერიო და რა ვიცი, მადლობა ღმერთს მოცემულობისთვის და მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ თქვენ მოგვეცით იმის საშუალება ხალხისთვის გვესაუბრა და სხვათა შორის მეც რაღაცები რო ჩაწერილი მაქვს, რომ ზოგჯერ რო წავიკითხავ აი ძველს, საერთოდ არ მახსოვს და ისე მიხარია ხოლმე, რომ ვა რა მაგარი რაღაცა მithქვამს.
მე კი არ ვამბობ ამას, მე კი ვამბობ, მაგრამ ყოველთვის ჩემი არ არის მოცემულია ის და იმ მოცემულობაში ვამბობ იმას, მაგრამ შეიძლება ის არ მოხდეს. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ამის დაფიქსირებას, ასე თქვა და ეს გადაცემები ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ აქვე თქვენი ნებართვით იმასაც ვახსენებდა ვიტყვი, არაერთი ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც განსაკუთრებით ამ ციკლს უყურებს, მეკითხება, როგორ შეუძლიათ შეეწიონ ამ ციკლის გაგრძელების ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას, ასე ვთქვათ, რომ ეს არ არის შემთხვევა, რომ მარტო ორი ადამიანი დაждდა და რაღაცას ლაპარაკობს და შემდეგ განათავსა ამას თავისი უზრუნველყოფა ჭირდება, ასე ვთქვათ და ჩვენ სექტემბრის დასაწყისისთვის, როდესაც უკვე განვაგრძობთ ამ ციკლს, მათ შევთავაზებთ ძალიან კონკრეტულ და ამავე დროს ძალიან მარტივ და მოსახერხებელ მეთოდს, როგორ შეუძლია დაიღონ მეურვეობა აი ამ კონკრეტულ გადაცემათა ციკლზე, დროების სხვა გადაცემებზეც, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მამა დოროთეს ამბიონზე და ის კეთილი სურვილები და განზრახვა, რომელიც მათ ისედაც აქვთ, მათ ექნება შესაძლებლობა ამის რეალიზების. ახლა კიდევ ერთხელ მადლობა მამა დოროთეს, მადლობა თქვენ, გემშვიდობებით, მცირე პაუზის შემდეგ სექტემბრის დასაწყისში განვაახლებთ ციკლს მამა დოროთეს ამბიონზე. ეს რახან ბოლო ის არის და გაგვიგრძელდა, მეც დავამატებ პატარა რაღაცას. და არც ისე პატარას ძალიან მნიშვნელოვანს ისაკ ასური ანუ სირიელი იყო უდიდესი მამა არის და იყო ეპისკოპოსი ნინევის და წავიდა ეპისკოპოსობიდან და დაეყუდა და წასვლის მიზეზი იყო რომ მე ამ ხალხს არ ვჭირდებიო და საოცარი სწავლებები აქვს, ოღონდ ასკეტური. და ასევე ეს ის პერიოდია, მე მგონი, ჩვენთან რომ ჩამოვიდნენ ასურელი მამები. ჩვენ კი გვხარია, რომ ისინი ჩვენთან ჩამოვიდნენ შიომღვიმელი, დავით გარეჯელი, ჩვენთან ჩამოვიდნენ და გვერობა დააარსეს, მაგრამ ასურეთი ჯერ სხვა სწავლებაზე გადავიდა და მე გამოსულმანდა. მე არცაც წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ერიდან მაინც მჭირდება, რომ ვჭირდებით. თუ არა და ღმერთიც არ მომცემს. მე ღმერთი იმიტომ მაძლევს იმას, რომ ერში არიან ისეთები, ვინცაც მჭირდებით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პავლე მოციქული ამბობს ესეთ რაღაცას. ებრაელებს ეუბნება. თუ არ ჭირდებითო, აგერ წავედი წარმართებთანო. და მოbrunდება და წავა. თუმცა ძალიან უყვარდა. ამიტომ ერის ახლა ეკლესიას რო ავჭირდები, საქართველოს ეკლესიას ეგ ვიცი მე და მამებს მაგისთვის ვამზადებდი სხვათა შორის წალკიდან მოყურებული ვეუბნებოდი რომ თქვენ იცოდეთ ეკლესიას არასოდეს არ დაჭირდებით. თქვენი სტანები ეკლესიას არასოდეს არ დაჭირდება ჩვენს ეკლესიას, იმიტომ რომ ჩვენი ეკლესია სხვა გზით მიდის. მაშინა სხვა გზით მიდიოდა, ეხლა სხვა გზით მიდის. კაცს, რომელსაც ბიჭს, რომელსაც დავამთავრებინე ჯერ სემინარია თბილისის 10-ზე. მერე აკადემია 10-ზე. ეხლა ტურისტულ ცენტრში მუშაობს, ტაქსი ყავს და ენა იცის და ტურისტები დაყავს. უცხოური ენა იცის. და იქ მსახურობს და არა და 10-ზე აქვს დამთავრებული. სტიპენდიანტი იყო. რომელიც იშვიათია. არავის არ ჭირდება. დიაკვანი მყავს. რომელმაც 3 ენა იცის და 1-5 წიგნი უკვე თარგმნილი აქვს და სახარების თარგმანში მუშაობს. წარმოადგინე არ აკურთხეს. ორჯერ ორი რო არიციან ისეთებს აკურთხებენ, იმიტომ რომ ისინი უფრო თავდახრილები არიან. რადგან ისინი არ ეძებენ ღმერთს, არამედ ეძებენ რამე სარჩო საბადოებს. ზოგს ცოტას დაუგდებენ, ზოგს მეც. ამიტომ რა ვიცი, ერს თუ არ ჭირდება, ეს არის ერის კატასტროფა. თუ არ ჭირდება მართალი სიტყვა. მაგრამ ჯერჯერობით მადლობა იმათ, ვინც გვისმენს, მადლობა იმათ, ვისაც ჭირდებით. და აი რა თქვენ რო ახსენეთ, იმან გამახსენა რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მონდომებულები არიან რაღაც გავაკეთოთ. თუმცა რაც გავაკეთეთ, იმისთვის მადლობა და
როგორც იაკობი ამბობს მოციქული, ნუ იტყვითო რომ აი წავალ, ზღვას გადავცურავ, ვივაჭრებ და მოვალ და რა იცი ხვალ იქნება არ გაიგვიძო და რა ვიცი თუ შევძელით ჩვენ გვინდა სექტემბერში რომ გავაგრძელოთ, მაგრამ თუ შევძელით კარგი იქნება, თუ არა და რაც გავაკეთეთ კარგია. ღმერთი შეგვაძლევინებს. მადლობა. მადლობა, გემშვიდობებით, შეხვდებით ერთმანეთს სექტემბრის დასაწყისში. ნახვამდის.